მართლა სასტრაფო ამბებია. რუსეთმა უკვე ღიად დაიწყო ომი ევროპის წინააღმდეგ. ვლადიმირ პუტინმა შეკრიბა სპეცსამსახურები და სამხედროები საიდუმლო თათბირზე და დაავალა მათ 2026 წლისთვის ნატოსა და ევროკავშირის შიგნიდან დაშლა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მაშინ განაცხადა, რომ რუსეთი, ციტატა, ბევრად უფრო მკაცრ მეთოდებს გამოიყენებს დასავლეთის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და უკრაინის მხარდამჭერი ქარხნების დასანგრევად. ვლადიმირ პუტინის იდეოლოგმა ალექსანდრ დუბინმა საჯაროდ მოუწოდა ქვეყანას მოემზადოს ბირთვული ომისთვის დასავლეთთან და დაიწყოს მოსკოვისა და პეტერბურგის მოსახლეობის გადანაწილება. და აი თქვენთვის საინტერესო დამთხოვა ბრჭყალებში. ევროკავშირში 3 დღეში უცნაურად აფეთქდა ერთდროულად 2 სამხედრო ქარხანა, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან. ხოლო ნატოს გამანადგურებლებმა ზაფხულის დასაწყისიდან უკვე მეორედ ჩამოაგდეს დრონი ლატვიის თავზე. იმ დროს, როცა შვედეთი, რომელიც 10 წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბირთვული იარაღის სრულად უარყოფის მოძრაობას, უკვე საჯაროდ ალაპარაკდა საკუთარ ბირთვულ იარაღზე, რადგან კარგად ესმის, ვინ ხავს მეზობლად. და ეს ყველაფერი ხდება სწორედ იმ ფონზე, როცა თავად კრემლი ამძაფრებს რიტორიკას და ღიად საუბრობს ევროპასთან ომზე. მოკლედ, მოდით ამ გამოშვებაში თითოეულ ფაქტს დეტალურად განვიხილავთ და ყველაფერს თავის ადგილზე დავალაგეთ. მე ალექსეი პეჩი ვარ, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყოთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწერთ 300,000 გამომწერისკენ. ამიტომ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მოკლედ, New York Times-ი დღეს წერს, რომ 2025 წლის დეკემბერში ვლადიმირ პუტინმა ძალოვანებისა და სპეცსამსახურების საგანგებო თათბირი მოიწვია და მათ მოსთხოვა ფაქტობრივად ნატოსა და ევროკავშირის შიგნიდან დაშლით დაკავებულიყვნენ. და აი New York Times-ის მონაცემებით ნატოსა და ევროკავშირის შიგნიდან დაშლის ამოცანა დღეს მინიმუმ 2 მიმართულებით ხორციელდება. პირველი, ამ შემოდგომიდან ვლადიმირ პუტინი შეიძლება შეეცადოს ნატოს გახლეჩას და ალიანსის წევრების ერთმანეთის დაცვის მზადყოფნა შეამოწმოს ერთ-ერთ ქვეყანაზე შეზღუდული თავდასხმით. ასე დასკვნამდე მივიდა აშშ-ის დაზვერვა. მისი შეფასებით, საფრთხეების სპექტრი მერყეობს კიბერშეტევიდან დაწყებული უცნობი შეიარაღებული ჯგუფების დახმარებით ოკუპაციის ცდელობამდე. ანუ იგულისხმება მწვანე კაცუნები. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყანაში შეზღუდულ შეჭრამდე. მეორე მიმართულება. მეორე არის მოლდოვის დესტაბილიზაცია. New York Times-ის მონაცემებით ის ცენტრალურ ადიდოს იკავებს მოსკოვის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია ევროპის კავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძირის გამოთხრისკენ. როგორც დასავლეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა განაცხადეს, კრემლის პრიორიტეტების იერარქიაში პირველ ადგილზე მაინც უკრაინის სრულად დაპყრობა და დაკავება. მეორე ადგილზე კი მოლდოვაზე კონტროლის დამყარებაა, რადგან ის ასეთ მდებარეობაშია. ერთი მხრიდან ესაზღვრება უკრაინას, ხოლო მეორე მხრიდან ევროკავშირის და ნატოს ქვეყნებს. და მოლდოვის დესტაბილიზაცია რუსეთის მხრიდან გახდებოდა პლაცდარმი დასავლეთის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიისთვის. და უკვე არსებობს კონკრეტული მაგალითები მოლდოვის დესტაბილიზაციისა. მარტში უკრაინაზე განხორციელდა დარტყმა. უკრაინის ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მოლდოვის საზღვართან ახლოს მდებარეობს, განხორციელებულმა დარტყმამ გამოიწვია წყლის მომარაგების დაბინძურება ორივე ქვეყნის ფართო ტერიტორიაზე. შემდეგ რუსულმა უპილოტოებმა დასავლეთ უკრაინაში დააზიანეს მაღალი ძაბვის ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოლდოვა იღებს ელექტროენერგიის დაახლოებით 70%-ს. რაც მოლდოვაში მასშტაბური გათიშვის მიზეზი გახდა. და გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორი, გენერალი კარსტენ ბროიერი დაადასტურა, რომ ნატოს ქვეყნებში, ციტატა, ჰიბრიდული თავდასხმები ყოველდღიურად ხდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ფლანგზე. მისი თქმით, რუსეთი სულ უფრო მეტ ოპერაციას ატარებს ნაცრისფერ ზონაში ევროპული მთავრობებისა და ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მიზნით და სისტემატურად იყენებს დრონებს სუსტი წერტილების გამოსავლენად. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, რუსეთი უკვე გადააწყობს თავის ეკონომიკასა და შეიარაღებულ ძალებს, რათა უფრო მასშტაბური კონფლიქტისთვის მოემზადოს დასავლეთთან. ნიშნულოვანია დეტალიც თუ როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში.
ბალტიის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელმა სააგენტო Reuters უამბო, რომ რუსეთის სამხედროები და სპეცსამსახურები გეგმავენ შესაძლო თავდასხმის ინსცენირებას უკრაინული წარმოების დრონების გამოყენებით. და აი დაზვერვის თანამშრომელს უფრო ნაკლებად აწუხებს ასეთი ინსცენირების შესაძლო შედეგები, რამდენადაც პოლიტიკური ქაოსი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ნატოს ხელმძღვანელობაში, როდესაც ევროპული ქვეყნები და აშშ დაიწყებენ დავასხებენ დავას, რეაგირება მოახდინონ თუ არა ინციდენტზე, და თუ კი როგორ. ამ ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერეჟკა ლავროვმა ღიად განაცხადა, რომ რუსეთი გააძლიერებს თავდასხმებს ევროპაზე. შემდეგ მოჰყავს მისი ციტატა. ჩვენ საკუთარ მეთოდებს ბევრად უფრო გავამკაცრებთ, რათა დავანგრიოთ ყველაფერი, რაც დასავლეთის მხრიდან კვებავს კიევის სამხედრო მანქანას. და ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ. ისინი უკვე იწყებენ წუწუნს. სწორედ ამიტომ ჩვენი საერთო სივრცის სხვადასხვა წერტილიდან სულ უფრო მეტი ხმა ისმის, რომლებიც მოუწოდებენ უკრაინაში ომის დასრულებას. მაგრამ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. აი ლავროვის მხრიდან ომის გაფართოების დასაბუთება თითქმის სექტანტის მოწოდებას გავს. იცით, ეს გავს რელიგიურ ძახილს, რომ ყველამ ადგეს და წავიდეს წმინდა ომში. კლავად სერგეი ლავროვის ციტატა. თუ ეხლა უცებ შევჩერდებოდით ჩეხების ხაზზე, ფაქტობრივად ჩვენ დაუშვებდით, რომ ჩვენენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობა, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადაეხაზათ. ეს შეუძლებელია, რომ განვიხილოთაც კი. საუბარია ჩვენს პასუხისგებლობაზე რუსეთის სახელმწიფოს 1000-წლოვანი ისტორიის წინაშე. ამასთან მან აღიარა, რომ უკვე მეხუთე წელია მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის გამო თავად რუსეთში ადამიანები იტანჯებიან და იღუპებიან. მაგრამ სამხედრო მოქმედებების დასრულება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა არსებობს, ციტატა, გრძელვადიანი, საიმედო, მდგრადი მოგვარება. ვითომ რუსი ივანები წმინდა მიზნისთვის თხუილად არ იღუპებიან. 1000-წლოვანი ისტორიის დაცვა, რომელიც ვლადიმირ პუტინმა გამოიგონა. ანუ გესმით, რუსეთში ახლა იდეოლოგია შენდება იმაზე, რომ თითქოს კი რთულია, კი თქვენ იღუპებით, კი რუსი ივანები იღუპებიან, კი ოლიგარქების ბიზნესი ეს იქნება, კი იზოლაციაში, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ვიბრძვით 1000-წლოვანი გაურეცხავი რუსული სახელმწიფოს ისტორიის. საინტერესოა, რომ ცალკე სერგეი ლავროვი, ცით, ის, რა თქმა უნდა, ძალიან ამაყად იქცევა, თითქოს ბუმბულები ასწია. მაგრამ მერე ცოტა დამშვიდდა და აღნიშნა, რომ რუსეთი არ უყენებს ულტიმატუმს აშშ-ს კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემის საკითხზე, რათა განხორციელდეს დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. ამის ნაცვლად საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი კითხვები გაუგზავნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს. სახელმწიფო დეპარტამენტს თითქოს მოდი გვითხრით, მართლა აძლევთ მათ სადაზვერვო მონაცემებს. ეს ეხება იმას, რომ აშშ გადასცემს სადაზვერვო მონაცემებს რუსეთის ობიექტებზე დარტყმებისთვის. და იცით, რუსებს აშკარად იდეოლოგიურად ამზადებენ უარესისთვის. დღევანდელი დრის ყველაზე ექსცენტრიული და ამავე დროს საჩვენებელი განცხადება რუსული სამყაროს იდეოლოგის ალექსანდრ დუგინისგან, რომელსაც დასავლეთის მედია რუსეთის პრეზიდენტის მენტორად მოიხსენიებდა. აი დუგინის თქმით, ომი დასავლეთის ქვეყნებთან არამხოლოდ სავარაუდოა, არამედ თითქმის გარდაუვალი და მისი გადაზრდა ბირთვულ ომში საკმაოდ სავარაუდოა. შემდეგ მისი ციტატა: რუსეთის მეგაპოლისები, სადაც კონცენტრირებულია მთელი ცხოვრება, მთელი მრეწველობა, მთელი ეკონომიკა, იქცევა მიმზიდველ სამიზნედ წერტილოვანი დარტყმებისთვის. ამიტომ საჭიროა ქალაქების, განსაკუთრებით მეგაპოლისების დაუყოვნებელი და მასობრივი განსახლება. შემდეგ კი უკვე სრულიად სიურეალისტური განცხადება. დუგინის თქმით, ადამიანები, რომელსაც აქვთ საკუთარი მიწა, ციტატა, ბავშვებს შეუდარებლად უფრო მეტს აჩენენ ვიდრე ქალაქებში. ამიტომ მისი ლოგიკი საკიროა რუსი ქალები სასწრაფოდ გადაიყვანონ მეგაპოლისებიდან სოფლებში, რათა იქ მათ დააფეხმძიმონ და ისინი უფრო მეტ ივანს გააჩენენ მომავალი ომისთვის. გესმით, რად გადაიქცა ეს რუსეთი? პირდაპირ ამბობს, მოусმინეთ, რუსი ივანები ომში ბუზებივით იხოცებიან. მომავალი ომისთვის ახალი რუსი ივანები გჭირდება. ამიტომ მოდით ძუები, ქალები ავიღოთ და სოფლებში გადავიყვანოთ. იქ დაამაყოფიერონ და იქვე იმშობიარონ. იმიტომ რომ სტატისტიკა აჩვენებს, რომ იქ უკეთესად შობენ. ეს მე არ ვიგონებ. ამას დუგინი ამბობს. შემდეგ კიდევ ერთი მისი ციტატა. არ იქნება არანაირი დიდი ქალაქები. არც მოსკოვი, არც სანქტ-პეტერბურგი, არც ეკატერინბურგი. ხალხი წავა მიწაზე მშვიდად საცხოვრებლად. ხოლო მაღალი მრავალსართულიანი შენობები შეიძლება ფერმებად გამოიყენონ, მაგალითად ბიტკოინის მაინინგისთვის. იქ იცხოვრონ კომპიუტერებმა, იქ იცხოვრონ რობოტებმა. თუ ფიქრობთ, რომ ეს ზღვარია? არა.
მანამდე იგივე დუგინი მოუწოდებდა, რომ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისადმი უნდა მოექცეთ, როგორც ღმერთის მოციქულებს. ამტკიცებდა, რომ რუსებს დასავლეთში შექმნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა უთვალთვალებს, მათ შორის ყავის საფქვავები და თუნდაც დდენის როზეტები. ხოლო მას შემდეგ, რაც ორეშნიკმა უკრაინას რაკეტები დაარტყა, ყველას მოუწოდებდა სასწრაფოდ მოინათლონ მოახლოებული სამყაროს აღსასრულის გამო. უფრო მეტიც, 2026 წლის მარტში ის მოუწოდებდა გააძლიერონ სახელმწიფო კონტროლი ადამიანებზე, ხოლო თვითონ ადამიანებს მოუწოდებდა მიიღონ თავიანთი ტანჯვა, როგორც გარდაუვალი. შემდეგ მისი ციტატა. ჩვენ რუსები ყოველთვის ვითანჯებოდით ისტორიაში. ეს ჩვენი ბედიაო, ჩვენ დიდი ხალხი ვართ. და თუ ვინმეს თქვენგანს უსამართლოდ მოექცნენ, ეს მხოლოდ სინდაბლისა და დიდებისთვისაა. ანუ გესმით ის ამბობს, მოусმინეთ, დიახ, ვიღაცას მობილიზებენ, ვიღაცას აგზავნიან, ომში აგდებენ. ხოლო რუსები ყველანი პუტინის ინტერესებს ემსახურებიან. სამართლიანია? არა, უსამართლოა. მაგრამ მოусმინეთ, ასეთი ბედი გვაქვს. უნდა ვიტანჯოთ და მეფის საკეთილდღეოდ ვიმოქმედოთ. უფრო მეტიც, ივლისში ამავე დუბინმა შესთავაზა ფრონტზე გაეგზავნათ 7 მცხოვრები მოსკოველები პატრიარქის ტბებიდან, ადარებდა მათ ჭიანჭველებს. და ამტკიცებდა, რომ რუსეთი წმინდა სახალხო ომს აწარმოებს დასავლეთთან, რომელიც შეიძლება დასრულდეს კაცობრიობის დასასრულით. მაგრამ ჯერჯერობით, როგორც მიხვდით, ეს მხოლოდ რიტორიკაა. აი, ყველაზე საშიში კი სხვა რამეშია. უკვე რეალურად ხდება ამ ველური იდეოლოგიის შედეგები. სერგეი ლავროვის მუხარების ფონზე ევროპაში აფეთქდა 2 სამხედრო ქარხანა, რომელიც უკრაინასთან იყო დაკავშირებული. კერძოდ იტალიაში აფეთქება მოხდა ქარხანა KNC ამოიტალიზე. ეს არის ფრანგულ-გერმანული თავდაცვის ჰოლდინგის KNC-ის საწარმო, რომელიც უკრაინას ასობით საბრძოლო სისტემას აწვდის. მათ შორისაა ტანკები ლეოპარდ 1, ლეოპარდ 2, თვითმავალი ჰაუბიცები, ცეზარი, პანცერჰაუბიც 2000 ჯავშანმანქანები, ამხ ATRC, ზეინდური გეპარდი და ასე შემდეგ. ქარხანა რომის მახლობლად კერძოდ აწარმოებს საშუალო და მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალას, სახმელეთო და საზღვაო ძალებისთვის. და იტალიური სააგენტო ANSA-ს მონაცემებით, აფეთქება მოხდა დენთის დაპრესვის საამქროში. და აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს უკვე მეორე მსგავსი ინციდენტია 3 დღის განმავლობაში. ცოტა ადრე 10 აგვისტოს ხანძარი მოხდა საწარმო ემკოს ტერიტორიაზე სოფელ ბელიცასთან, ბულგარეთში. ეს არის კომპანია, რომელიც 2014 წლიდან უკრაინას საბრძოლო მასალასა და შეიარაღებას აწვდის. ცეცხლი, რომელიც თითქოს და შემთხვევით გაჩენილმა სათვიქთო მანქანამ გააჩინა, გადავიდა საბრძოლო მასალების საწყობზე, რის შემდეგაც დაიწყო დეტონაცია. და აქ საჭიროა ისტორიული კონტექსტი, რომელიც მკვეთრად ზრდის ეჭვის დონეს ამ აფეთქებებში. ბულგარეთის ხელისუფლება უკვე ადრე იძიებდა აფეთქებების მთელ სერიას თავდაცვის მრეწველობის ობიექტებს. მოდით ჩამოთვალოთ. 2011 წელს აფეთქება მოხდა ლოღდა ლოვნი დოლეს საწყობში. 2015 წელს იგანოვოს საწყობებში. 2020 წელს მგლიჟეს ობიექტზე. 2021 წელს პროკურატურამ განაცხადა ეჭვებზე, რომ ამ ინციდენტებში 6 რუსეთის მოქალაქე იყო ჩართული. ასევე გამოიძიეს 2 უფრო ადრეული აფეთქება ემკოს საწყობებში კარნაბატის მახლობლად, უკვე მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ეს მოხდა 2022 წლის 31 ივლისს და 2023 წლის 25 ივნისს. ანუ რუსეთი სისტემატურად აწყობს დივერსიებს აფეთქებებით, სწორედ იმ ქარხნებში, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღს და საბრძოლო მასალას. ეს სრულად ჯდება იმ სტრატეგიაში, რომელიც პუტინმა თავის სპეცსამსახურებს დაუსახა. თითქოს მოდი შიგნიდან შევარყიოთ ნატო და ევროკავშირი და ვცადოთ მათი შიგნიდან დაშლა. პარალელურად ნატოს საჰაერო სივრცეში 14 აგვისტოს ღამით ლატვიის ცაში შეიჭრა უპილოტო საფრენი აპარატი. ეროვნული შეიარაღებული ძალები საფრთხის შესახებ მაშინე 4 სასაზღვრო რაიონში აცნობეს, რომლებიც რუსეთსა და ბელარუსს ესაზღვრება. გადასაჭერად ნატომ ავიაცია აამუშავა. მოკავშირეთა გამანადგურებლებმა წარმატებით ჩამოაგდეს ეს უპილოტო აპარატი. ნიშნულოვანია ისიც, რომ დრონი ლატვიის ცაში მაშინ გამოჩნდა, როდესაც მასშტაბური შეტევა მიმდინარეობდა რუსეთის ლენინგრადის ოლქზე, რომლის თავზეც, როგორც ადგილობრივი გუბერნატორი დროზდენკო ამბობს, იმავე ღამეს 54 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მაგრამ ეს უკვე პირველი ასეთი შემთხვევა არ არის, რადგან ნატოს გამანადგურებლებმა უპილოტო აპარატი ლატვიის თავზე 8 ივნისს ჩამოაგდეს, ხოლო 19 მაისს ესტონეთის თავზე ჩამოაგდეს. და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ალიანსის რეაქცია ასეთ შემთხვევებზე 7 გადამწყვეტი და შესაბამისი უწოდა.
და ბოლოს, მაგრამ ალბათ ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება ევროპელების რიტორიკაში არის ბირთვული დისკუსია შვედეთში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შვედეთმა, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, მოულოდნელად მიიღო ბირთვული პროგრამა, რომელიც ატომური ელექტროსადგურების აშენებას ითვალისწინებდა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ბომბებისთვის საწვავის წარმოებასაც შეძლებდა. მაგრამ პროგრამა უკვე 1968 წელს შეწყვიტეს და შემდგომში შვედეთი ბირთვული იარაღის სრულად უარყოფის მოძრაობის ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად იქცა. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 1922 წელს უკრაინაში შეიჭრა და მოსკოვის მხრიდან მუდმივი ბირთვული მუხარები გაჩნდა, ყველაფერი შეიცვალა და შვედეთი არამხოლოდ ნატოში შევიდა 2024 წელს. უარი თქვა იმ ნეიტრალიტეტზე. არამედ ეხლა პოლიტიკოსები განიხილავენ ბირთვული დაცვის შესაძლებლობას რუსეთის აგრესიისგან. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ძალიან ეშინია დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა შეიძლება უარი თქვან თავიანთ ბირთვულ იარაღზე. იმ დროს, როცა დიქტატურები პირიქით შეინარჩუნებენ მას. შემდეგ ციტატა. როგორ ფიქრობთ, უკეთესი იქნებოდა, რომ რუსეთი მარტო დარჩენილიყო ჩვენს რეგიონში ბირთვული იარაღით? ეს არ გახდის მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს. და სულ რაღაც 10 წლის წინ შვედეთი თავს ჰუმანიტარულ ზესახელმწიფოდ წარმოაჩენდა. გაეროში სრულად ბირთვული იარაღის აკრძალვას უჭერდა მხარს. მაგრამ მას შემდეგ მან უარი თქვა ამავე აკრძალვის რატიფიცირებაზე. და უკვე ამ წლის გაზაფხულზე საფრანგეთთან ბირთვული შეკავების სფეროში დაამშრომლობაზე შეთანხმდა. თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა განაცხადა, რომ შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების გეგმები, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არ არსებობს. მაგრამ ომის შემთხვევაში მთავრობამ უნდა განიხილოს ნებისმიერი ვარიანტი, რომელიც შვედეთის გადარჩენას უზრუნველყოფს. და უფრო მეტიც, პარლამენტში მეორე ყველაზე დიდი პარტიის ლიდერი ჯიმი ოკესონი შვედ დემოკრატთა პარტიიდან კიდევ უფრო შორს წავიდა და მოუწოდა აღდგეს ის ბირთვული პროგრამა და დაფიქრდნენ საკუთარი ბირთვული ბომბის შექმნაზე. წელს თებერვალში შვედ ერთვალში შვამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურმა ანგარიშმა რუსეთი ქვეყნისთვის მთავარ სამხედრო საფრთხედ დაასახელა და აღნიშნა, რომ მოსკოვის სულ უფრო რისკიანმა ქცევამ შეიძლება საშიში ესკალაცია გამოიწვიოს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ბირთვული იარაღის საზოგადოებრივი მხარდაჭერა თავად შვედეთში ჯერჯერობით მაღალი არ არის. ნოუსის გამოკითხვის მიხედვით, წლის დასაწყისში მხოლოდ დაახლოებით 17%-მა შვედმა დაუჭირა მხარი საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას. 68% კი წინააღმდეგი იყო. მეტი მხარდაჭერა აქვს იდეას, რომ მოკავშირეთა იარაღი შვედეთის ტერიტორიაზე განთავსდეს. აქ 41% მხარს უჭერს. 55% კი წინააღმდეგია. დანარჩენებმა პასუხი ვერ გასცეს. მაგრამ თავარი ისაა, რომ ეს გაველურებული რუსები უკვე იმდენად ყველას მობეზრდნენ, რომ იჯულებულს ხდის ევროპის ყველაზე ნეიტრალურ ქვეყანასაც კი დაფიქრდეს ბირთვული იარაღის შექმნაზე, რათა თავი დაიცვას ამავე ველური რუსებისგან. ანუ ეს არის ველურების ტომი, რომელიც უკრაინის ჩრდილოეთით მდებარეობს. ეს ხალხი უკვე რეალურად ნერვებს უშლის თელ ევროპას. რუსები რა თქმა უნდა ამით ამაყობენ. ანუ ველურები ამაყობენ იმით, რომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ამბობს, ღმერთო რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ ამ ველურებისგან თავი დავიცვათ. მეუბნებიან, ხედავ გვეშინიათ. ნახე, ვიცით რომ რუსების ნაწილი მაინც უყურებს ჩემს გადაცემებს. ასე რომ სჯობს, როცა თქვენით ამაყობენ, ვიდრე მაშინ, როცა თქვენი ეშინიათ. აქ მრავალწელს დავსვამ. თქვენი აზრი და დასვენები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას დროებით.